ახლა კი დღის სხვა ახალი ამბები დღეს გახდება ცნობილი სამი კანდიდატის ვინაობა, რომლებსაც CSKO-ს თავმჯდომარის პოსტზე წარადგენენ. ზუსტად ერთ საათში არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა შეიკრიბონ შერჩეული კანდიდატებიდან ერთ-ერთ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აირჩევენ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, მაშინ არჩევანის გაკეთება უკვე პარლამენტის წევრებს მოუწევთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გაირკვეს. შესაბამისი ცვლილება საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული. ახალი კოდექსი პარლამენტმა 2009 წლის 28 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. იმაქვს რა თქმა უნდა, რომ სამში მოხდები აუცილებლად, უბრალოდ არ ვიცი სხვა როგორი კანდიდატები იქნებიან, ვინ იქნებიან და შესაბამისად ალბათ საუკეთესოებს შეარჩევს პრეზიდენტი. თუ ოპოზიციური წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვერ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, ანუ ვერ შეარჩიეს მათთვის სასურველი თავმჯდომარე, უკვე იგივე პიროვნებები წარედგინება პარლამენტს და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტი შეარჩევს იმ სამი კანდიდატიდან, ანუ იგივე სამი კანდიდატიდან CSKO-ს თავმჯდომარის. ჩვენი კანდიდატი იქნება პროფესიონალი, უმწიგლო რეპუტაციის გამოცდილი ადამიანი, რომელსაც აქვს ყველანაირი უნარჩვება იმისთვის, რომ ჩაატაროს კარგი არჩევნები.